რელიგიური შიზოფრენია დღეს საქართველოში არის, სახელმწიფო დონეზე აყვანილი და ქართული მართლმადიდებლობა ეკლესია ეს არის სახელმწიფო რელიგია. სახელმწიფოს ინტერესებს ასახავს. რა არის სახელმწიფოს ინტერესები? მართლმადიდებლური ცნობიერების გაბატონება საქართველოში. დანარჩენი პლენკაობა. დროს ტარება ბურიჭამ. ამიტომ ღრმათა მაგრწმენაში თუ რეფორმაცია ეკლესიას არ შეეხო, არაფერი ძრა არ იქნება სახელმწიფოში, უფრო ცუდი იქნება. მატერიალურად უფრო გაუჭირდება ერს. დააკვირდით, როგორ დუმს ინტელიგენცია. თქვენ გინახიათ ინტელიგენტი, როგორ იცი, რაღაცა შეშინებული ის რო არის, რაღაცა თუ რამე იმ წუთში გაჩერდება. მე ვიძახი, მართლმადიდებელი, რას ქვია მართლმადიდებელი ხარ? მართლმადიდებლობა რა არის რო? შენზე უკეთესი მართლმადიდებელი შიოლაშვილია. მე ვიძახი, რომ მართლმადიდებლობა არის მეუღებელი და შენ კიდე შიოლაშვილის დონეზეც არ ახარ, ხო? შენ კეთილინები და თუ მართლმადიდებელი ხარ, ვიყავი ისეთი. არ არის სწორი, როცა უპირისპირდებით მართლმადიდებლობას რით იცი? მეც მართლმადიდებელი ვარ და ამ დროს იცი, რაღაცას აღვირახსნილობას ეწევი. ბიბლიაში გახსოვთ, რეფორმაციის ხანაც რო არის. როდის იწყებოდა რეფორმაცია? როდესაც გაიყინებოდა ერთი მდგომარეობაში მორწმუნეების ოცვა იქნებოდა ეს თუ სიარული თუ ეს რიტუალი, მომენტალურად იწყებდა მეფე რეფორმაციას. და არის მათ პერიოდები, განსაკუთრებით მეფეთა წიგნებში, როცა ერთი მეფე მოდის, უკვე დაშორებული არის ღმერთს და ეკლესია კი არის. რიტუალები სრულდება, ყველაფერი სრულდება, ლევიტელებიც არის, მაგრამ საქმე არ მიდის. და გამოჩნდებოდა მეფე უკვე რაღაცა განათებული თავით და შეუტევდა ამათ. რეფორმაცია იწყებოდა მომენტალური, ისევ აღორძინება, ესე იგი მკვდრის გაცოცხლება. ესე მკვდარი ეკლესიაში სულ შეიტანდა. დღეს მართლმადიდებლობა სული აკლია. ქრისტე მანდ არ არის. ქრისტეზე არავინ არაფერი. შიოლაშვილი ყოფილი ყველგან საზღვარგარეთ რო გაცდები, მორწმუნე თურმე უნდა იყოს ჩართული შიოლაშვილთან. და ეს ისეთი კავშირი არისო, რომ სულიერება აუცილებლად ქართველი იმ თავითვე უკავშირდება შიოლაშვილსო. აი ესეთი ბოდვები ახლა, ეს ახლა ბოდვა თუ არ არის, ეს არაფერი მაშინ არ ჯდება შემოკარგებო. თუ ასე ხალხი ესე გამოაშტერეს, ზოგი ბერებად, ზოგი იმათ გადაყარეს, გადმოყარეს და ასე გათახსიდა, სხვა ხალხი შემოვა მან და ალბათ რაღაცა ერთ მშვენიერ დღეს რაღაც გარკვეული ჯგუფი ამას გაინათებს რა თავს. და აღდგებიან ჯერჯერობით დუმილის პროცესი ეცით რატო 8 წელიწადია რაღაცა ჯერჯერობით არის როგორიც აი ანესთეზირებული არის ჩვენი ინტელიგენტები. გამოვა მაგ მდგომარეობიდან და აუცილებლად კრიტიკა დაიწყება. სხვანაირად პირდაპირ დაღუპვაა და დაღუპას მოგხსენება ადამიანი არ ეგუება ხო? უბრალოდ ჯერ ამ საშიშროებას ვერ გრძნობენ იცით რატომ? ანესთეზია ისეთი მდგომარეობაა, როცა ტკივილს ვერ აგრძნობ. ეგ ცნობიერების ანესთეზირება ხდება ახლა და ვერ აფიქსირებ მაგას. გაივლის ეგ პერიოდი და იმავე წუთში შემოდის ცნობიერებაში, რომ საშინელება არის. აი მე ხდება ხმის ამოღება. მსგავსად იმისა, გაივლის თქვენი წამალი ანესთეზირებული და ტკივილი მომენტალურად მოდის და თქვენც უკვე აქტიური და აგრესიული ხდებით. მოვა ეგ მდგომარეობა. 8 წელიწადია. ჯერ ახალი ხილი ეგა და განხილვას მიიღებს ეგ და ამ ღუდელებს პასუხი 100%-იანი მოეთხოვებათ, იმიტომ რომ ყველაზე დეფექტიანები მან განაწილდა. თან ყველამ ხელი მოითმო, მოდი ვთქვათ. დღეს ახლა ძალიან შემოსავლიანი დარგი არის მღვდელობა. ყველაზე გადაგდებული მღვდელიც კი ჭამასმა გარანტირებული აქვს. მოდი ვთქვათ, დღეს ახლა ჭამასმა პრობლემაა. 8 საათი კაცი ძალიან ბევრი ჭამასმაცა გადებული, რომ მაგი შემოიტანოს სახში. და მღვდელს ეგ ყველაფერი აქვს ისე ტყვილა. აბსოლუტურად არაფერზე არ წუხს. ხელფასიც აქვს მათ, ხელფასი მოჭრილი ხელფასი აქვს. თუ რამე ეკლესია აქვს ნორმალურია, იქ ზედმეტად ფული აქვს. მე პირადი ისენი არის ურთიერთობები ოჯახის წევრებთან, ქორწინები, ბავშვების მონათვლა, მტვრისისა, ეს ყველაფერი შემოსავალია. და ეს არის სხვა რელიგიური პანსიონატი. სხვადასხვა ფორმის აი მოხუცთა თავშესაფარი არსებობს, ბავშვების პერიოდი არის ხო, ბავშვების ეგ არის რა, უბრალოდ სხვა ფორმით ახლა კარგით, ინტერნატი არის მოკლედ. სამა არის სმა, იქა და ზარმაც ადამიანს მეტი რა უნდა. აბა ნორმალურ ადამიანს ახლა მონასტრში შეიყვან. წადი ხელი გაქანე რაღაცა იმუშავე თუ ჯანმრთელი ხარ, რაღაცა იმასაკენი, ცხოვრება და სიხალისე და აიღე ბიბლია და კი ღმერთი ილოცე, რა პრობლემაა ეგა. ზარმაცებია შეყრილი, ბიჭები ზარმაცები არიან, ბერობას მიაკითხეს და ეგ მღვდლების გაანაწესეს მოსამსახურეებად იქა. და ეგ საკითხი მართლაც შესასწავლი არის. მოვა დრო ჯერჯერობით ლეთარგიული მდგომარეობა, ანესთეზირებული მდგომარეობა, ინტელიგენტები ჯერ აზზე ვერ მოდიან. გამოვა მაგ მდგომარეობიდან, გადაივლის ეგა და იქნება საშინელი შურის ძიება. ეს დაბნელებული მასა გამრავლდება და ბევრ სისილველეს ჩაიდენს ეგა. ჯერ ახლა ეწყება ხო რა არის, მოდი ვთქვათ რომ 10 წელია. ბოლო 2 წელიწადი არის ცოტა რომ ძალიან გააქტიურდნენ ეგენი და უკვე ყველგან აშენეს რაღაცა და თავისი ფარდულები და გაბატონდნენ ახლა აბსოლუტურ ძალაუფლებას ვერ ფლობენ, მაგრამ განაწილებული აქვს იქა და თანამშრომლობენ სახელმწიფოსთან. სახელმწიფო მათ ყველაფრის უფლებას აძლევს. არ არის რევიზია, მღვდელი როგორც ასეთი არ განიკითხება, ვინ არის, რა არის. საერო სკოლებზე მიდის შემოწმებები, ვინდა, მღვდელი ეგრევე დაადებენ და მღვდელია, ნორჩა. რას იბჟუტურებს, მნიშვნელობა არ აქვს. წერი მოუში, ჩაიცვი, ჩამოიკიდე ჯვარი. დამთავრდა, ხატი გაქვს.
დუქანი არის, ვაჭრობა, ფული შედის. ვინ ანაწილებს ამ ფულებს, ვინ ინაწილებს, ყველაფერი დამალულია. რამდენი თანხები შედის. რამდენია ეკლესიის წლიური შემოსავალი მრევლიდან, სხვადასხვა იმიდან საღდება, ხატები, ყველაფერი, აი უშვებს ყველაფერს ეგ უდიდესი გაჩნდა უკვე წარმოება, ხო აწარმოებს ეგ სანთლებს, აწარმოებს ღვინოს უკვე, საჭმელებზეც გადავიდა, სამარხულო საჭმელებზე გადადის ეგ, საიდან მარაგდება ეგ. მოკლედ, მათ შავი ბიზნესიც არის. შავი რელიგიური ბიზნესიც არის მან და როგორ ახლა მარტო ევროპაში ხდებოდა ეგეთი რამე და ჩვენთან რა ეგ არ მოხდება, წმინდანები არიან. აი მან ჯერ ეგ სფერო დაკეტილია. ეგ არის მაფია რა, საკეტილი როა და ვერ შეხვალ. მან არის საჭირო შეაგზავნო პიროვნება და შეისწავლოს ეგ მდგომარეობა. მასეთებს ალბათ გამოაკდებენ იქიდან. ხო, ერთი კი ვიცი რომ არაფერი კარგი არ ხდება ქართველი ერისთვის ამ რელიგიის გადამკიდე. ეს ჯანსაღი ერი იყო ათეიზმის დროს და მივიღეთ ავანტყოფი ერი. ხო, ქალიან კაცი და დავადა ყველა. ეს ნამეტანია. რა უცნაური ერი არის ისე. არც საზღვარგარეთში სიარული ეშველათ ამ ხალხს. ეთყობა მოსახდენია ეგა და მოიხდის ქართველი ერი ამასაც და თუ ღმერთმა ინება ხო გადავწყვიტ. ჯერჯერობით შეჩერებული პროცესი არ არის, დაშლა მიდის. არ არის ისა. თქვენ შეიძლება აშენებას ხედავდეთ, მაგრამ მერწმუნეთ მე მაგას ვერ ხედავ. ფენომენოლოგიური ხედვა მე არა მაქვს იმისა, რომ აღორძინება არის საქართველოში. დღე არის დაშლა. ქართული ფსიქიკის, ქართული ერის, სახელმწიფოების ყველაფერი ეს გადაგვარებაა. და ამის თავი და თავი მართლმადიდებლური ეკლესია და ამ ყოლი და ამ ფსონი საერო მართლობა. ერი ხედავს საეროში პრობლემას, თავის გაჭირებას ყველაფერს აბრალებს ერთ მხარეს და არ აბრალებს მეორე მხარეს. ამიტომ ვიძახი, ვისა აქვს ძალა დღეს, ვისაც დიდი გავლენა აქვს ერზე, ცნობიერებაზე, ვისა აქვს უდიდესი გავლენა ერის ცნობიერებაზე, სამღვდელოებას. ამიტომ რეფორმები მათ მეგობრებო. სააკაშვილის ესეთი გავლენა არ აქვს. სააკაშვილი ძალით, თოფით, პოლიციის რეჟიმით ამაგრებს თავის იმაზე. სამღვდელოებას ჯარი არ ჭირდება. თავისი ნებით მიდის ხალხი იქ გამოსაჭირებლად. აი, სატანური ძალა. და არჩევნები რომ მოვა ოქტომბერში, რომც გადაირჩიოთ ვინმე და ახალი მოვიდეს, სიკეთე არაფერი არ იქნება. თუ დარჩება იგივე, ისევ ეს გაგრძელდება ეს რაც ხდება. დარჩება იგივე, ისევ თანამშრომლობა ამათი და ეკონომიკურად არაფერი არ გაჯანსაღდება. და არც მორალის თვალსაზრისით, არ თქვათ ეთიკის თვალსაზრისით, მან არაფერი არ გამოსწორდება. უფრო დაყრუება წავა. რაღაცა ზღვარი ხო არის დაყრუების. რომ მიაღწევს იმას, ისევ დაიწყება გადასვლა ახალში. ჯერ კიდე ხალხმა კარგად ვერ შეიგრძნო ამის მავნე თვისებების, სამღვდელოების. ჯერ კიდე არის როგორც გითხარით, დაბრმავებული, დაყრუებული. გიპრონზე თხოვით რა მდგომარეობაა, გაშტერებული ხარ. გინდა დაიყვირო ვერყივრი ხარ და მიყვები იმას. საოცარი ზემოქმედება აქვს, ხო არის ხო? ძალები, დემონიური ძალები არ არის, კაცო, ბიბლია გვეუბნება, არის სატანა, არის დემონები. და ამის უარყოფა არ შეიძლება და როცა თქვენ უკვე რელიგიური ხდებით, იმ სფეროში ხართ. თუ ქრისტიანი ხდებით, უკვე ანგელოზებისა და ქრისტეს სფეროში ხართ. თქვენ არავინ არ შეგეხებათ. თუ ქრისტეს არ მიიღებ, ავტომატურად თან რელიგიური ხარ. ესე იგი სატანასთან აქვს ურთიერთობა. დემონები შენზე მოქმედებენ და დააკვირდით ეკლესიიდან გამომავალ ხალხს. არავის არ აქვს ცოცხალის სახე. გამოთაყვანებული და გამოდებილებულები არიან. შედარებით კიდე ნორმალური სახე აქვს ლაიცისტ პიროვნებებს, აი მთავრობაში და იმაში კიდე ცოცხალი სახეები და ესეთი არის, ვინც მთავრობის წარმომადგენლები არიან. აი აქით ვინც არიან, მაინც ხარ, აი ყველა არის გიჟი რა. მღვდლები შეადარეთ, მართლმადიდებელი მღვდლები და მთავრობის წარმომადგენლები, რომელია ნორმალური სახის მატარებელი. ესენი ცოტა ვერ არიან. შიზოფრენია არის კაცო. ხშირი თამაში თუნდაც არაგურწრფელი მაგისი, ჭუაზე გადაგიყვანს. მაგის რწმენა კიდე მე რა, სატანის რწმენა რაჯანდებად გინდა. სატანას რწმენა არ ჭირდება. იმთავითო იმასთან ხარ. რწმენა ჭირდება ქრისტეს. რწმენა სატანას საერთოდ არ ჭირდება. ის ხარ იმასთან. ის რომ არც იცი. რწმენაზე ალაპარაკი. თუ იესო ქრისტეს რწმენა არ აქვს, სატანასთან ხარ. იძახე ხლა შენ ხატით დაიარე და ჯვარი შეგვეწვიოს და ამის ჯვარი და ეხლა მარხვას, მთელი საქართველოს დაკავებული მარხვით. რა მარხვა ის მარხვა ქვეყანა გაღლეტილი არის ყველანაირად. რა გონია გადარჩება თუ რა მნიშვნელობა აქვს? რა მნიშვნელობა აქვს? რა შეჭამ, როდი შეჭამ? აი გასუქთები, გახთები, ამას რა მნიშვნელობა აქვს? თუ გული დაკეტილი არის, ცნობიერებაში არაფერი არ გესმის, სულიწმინდა შენთან არ არის და საერთოდ არ იცი ღმერთის სიტყვა. რა მნიშვნელობა აქვს რა შეჭამ? კუჭზე დაიყვანება ესა ქრისტიანობა? ეს ელემენტარული რაღაცა არ აქცი ეს რელიგია, მარხულობა და დავიცვათ მარხვა და всё მორჩა. აჩოტები ჩაბარებული არის ღმერთთან. ეგ არის სწორედ საქმეები, რელიგიური საქმეების ჩატარება გარანტია თურმე ღმერთთან ყოფნისა. არაფერი შეეშალოს არავის. უდიდეს შოკს მიიღებს ყველა, ხო კვდებიან ეგრეთ წოდებული მარხვას გატარებული ხალხი, გარდაიცვალა, ხო? კი, გონიათ ახლა იქ წავიდნენ? და როგორი მდგომარეობაა საქართველოში, ხო? ადახედეთ რა მდგომარეობა, როგორი თანამშრომლობა, აი ტელევიზია როგორ რა მდგომარეობაში და არაფერს არ იძახის სამღვდელოება, ხო? ხო რა ლექციის სახით, რომ ეს რამდენად არის მისაღები, რაც ხდება საქართველოს ტელევიზიებით. ესე ხელი ზბანს. თანამშრომლობენ ერთმანეთში, ფულს ინაწილებენ. ის ცალკე ატყავებს, ეს ცალკე ატყავებს.
ბიუჯეტი რამდენი აქვს ეკლესიას ყოველწლიური? რაში იყენებს ამ ფულს? თქვენ იცით ეგა? უზარმაზარი ორგანიზაცია. ეგ რო იყოს ერთი კაცის და ერთი დუქანი. კაი იყოს იცხოვროს რა. საქართველოს ტერიტორიაზე არის უზარმაზარი სახელმწიფო აპარატი რელიგიური. მანდ ფინანსები არ არის საჭირო. რამდენი კაცია დაკავებული, რამდენი მღვდელია საქართველოში ოფიციალურად. რა ხელფასები იჭრება ამაში თვეში? არ უნდა ვიცოდეთ? და ვინ აფინანსებს ამათ? სახელმწიფო თუ აფინანსებს? ხო აფინანსებდა ადრე. ეხლა რამდენს კიდე აძლევს სახელმწიფო? და რატო აფინანსებს მაგას სახელმწიფო? ვინც გაფინანსებს იმის ინტერესებში უნდა იჯდე. თუ სახელმწიფო არ აფინანსებს, ფული საიდან აქვს? რას ფლობენ? მიწას, მეურნეობას, ვის ამუშავებენ? სახელმწიფოში რატოა მეორე სახელმწიფო? რა ჯანდაბაა ესა? რამდენია თითოეული მღვდლის შემოსავალი, რამდენია საერთოდ ეკლესიის წლიური ბიუჯეტი, როგორ ნაწილდება ეგა, რაში მიდის ფულები. ესე როგორ შეიძლება ხატი დაიჭირო და დებილივით იარო. და დაცინის მღვდელი ამ ხალხს. მე გადახედეთ. არის ვინმე მათხოვარი მღვდელი? რამდენს აყავს მაგალითად ძალიან ძვირად ღირებული მანქანა. როგორ ცხოვრობს თითოეული მღვდელი? რას ბინებში არიან? რატო არ არის ეგ შესასწავლი? რო დაძდებენ და ამ საერო იმას სწავლებენ. მე უფრო მეტად ესენი მაინტერესებს, იცი? ის ხალხი არ მაინტერესებს. მე ეს ხალხი მაინტერესებს ეს. ესენი სულის პრეტენზია აქვს, რომ სულის ცხონება და ღმერთი დამავი. მე მაინტერესებს როგორ ცხოვრობს ეს ხალხი. კომფორტში არიან თუ არ არიან? რას ჭამენ? რამდენი სიხარჯება მათ ბიუჯეტზე? მათი ცოლი და შვილები? ხო, სად სწავლობენ მათი შვილები? რა დონის მორწმუნეები არიან შვილები? არ უნდა ვიცოდეთ? ჩვენ კიდე გავვივართ, აბა სააკაშვილი ვინ არის? სააკაშვილის ცოლი ვინ არის? ეგენი ყველაფერი გვაინტერესებს. რომ გამჭვირვალე იყოს საერთოდ მთელი მთავრობისისა. რატომ არ უნდა იყოს გამჭვირვალე ეკლესია და რატომ არის ჩაკეტილი და დახურული ეკლესია? და კაციშვილი ხმას ვერ იღებს. არაფერი არ ხდება ისეთი, რომ კრიტიკას ექვემდებარებოდეს? ასეთი ანგელოზებით არის ეგ სფერო? ყველა მღვდელი დაფრინავს და არავინ არ ცდება? აქეთ კი ხედავენ ყველაფერს. იცოცხლეთ აქეთ პატარა შეცდომა და ეტაკებიან. ესეც ხო საზოგადოება. აქაც ჩუხჩუხი არის, აქაც ეკონომიკა არის, აქაც ღვინოებს უშვებენ, ნაკურთხ ღვინოები არის, თხი საჭმელია და საზოგადოებრივი განხილვის საგანი ეს რატო არის, რომ კაციშვილი ამაზე არ შეიძლება, არ შეიძლება. აი ეგ არის შიში. შიშით კიდე ქვეყანა არ შენდება. შიშისა და ტერორის ქვეშ კომუნისტები რო დაემხო ქვეყანა. სადაც შიშია, ის უკვე ქრისტე იქ აღარ არის. იქ სატანა არის. და სიყვარული სადაც არის, იქ თამამია განცხადები. შენ სიყვარულით მოძრაობ და კრიტიკა მოგეხსენებათ, რატო უნდა იყოს მეუღებელი? გიყვარს გაკრიტიკე რა. და იმის გამო რომ შიშის გამო ვერ აკრიტიკებ, არ დახედავ მავნე, ესე იგი სატანის ტყვეობაში ხარ. რატომ არ შეიძლება მანდ კრიტიკა? მაშინ როდესაც მთლიანად დაუძინებელი კრიტიკოსია ისაია. ვინ არიან დიდი და მცირე წინასწარმეტყველები ბიბლიაში? დაუძინებელი კრიტიკოსები. ვინ იყო იოანე ნათლისმცემელი? კრიტიკოსი. ვინ იყო პავლე? კრიტიკოსი. ვინ იყო იესო ქრისტე? თავისი ეპოქის, თავისი კონკრეტული ისტორიული გარემოს ყველაზე ძალიან ძლიერი ისა კრიტიკოსი. ამხილა ყველა. ქრისტეს დროს ეკლესია თუ გასაკრიტიკებელი იყო. ქრისტეს დროს, ესე იგი ქრისტე ებრაელი ხალხის, რომლებიც აი ძირძველით აიმაში იჯდნენ. იქ თუ შეიპარა ესეთი რაღაცეები, რაც იქ ადგილი ქონდა. ეს რა ანგელოზების ბუდი არის. ჩვენი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია რო არაფრით არ შეიძლება კრიტიკა მათ. და ყველაფერი ებატება მღვდელს. სატანა იმალება და ქრისტე არა. ქრისტე სინათლეა, სატანა სიბნელე. სიბნელეში არაფერი არა ჩანს. თორე რა გეშინია გამოდი რა გარეთ რა. გამოდი დაგვანახე რა, რამდენია შენი ფინანსური ისენი და რა და სადმეტის ეს ფული. რა არ მითხრათ ეხლა გაღლეტილია კაცი. მე ეგეც მაინტერესებს. რას ფლობს ეგა? თითოეულ მღვდელს ბანკში არა აქვს ფული, მუთაკებში აქვს აბა? სადაა ბანკებში არა აქვს? ამ წუთის სოფლის იმეებით არ ხელმძღვანელობენ თუ არ სარგებლობენ წუთის სოფლის კეთილდღეობით? საზღვარგარეთ არ დადიან? არ ისვენებენ? თუ რა არის, სულ დღე-დღამის სულზე მუშაობენ? მოგეთ, ხორცის მატარებლები არიან? ხო და მაინტერესებს, ხორცს როგორ პატივს ცემენ? ხორცის პატივცემაში რო არიან, ეგენი დამალული ეგ საკითხები. სანამ ეგ საკითხები არ გაირკვევა, მეგობრებო, ჩვენ არ დავაბრალოთ ერთ მხარეს, მარტო ერთ მხარეს, მთავრობას და აეროს და ვთქვათ ისეთი იმას, არ იქავ ცვალოთ მთავრობა. მე ვფიქრობ, მთლიანად მთელი სტრუქტურა ქართველი ერის ცნობიერება არის ხარვეზიანი და მოიცავს ყველა სფეროს. რელიგიაც საკრიტიკებელია. თუ არ ვარგა საერო მართლობა, რატომ გონიათ რომ კარგი არის სასულიერო მართლობა? რატომ გონიათ რომ ის სასულიერო მართლობა ისეთი შეუბღალავი და უბიწოარი მეტი რო არ შეიძლება? მანდაც ადამიანები და უფრო მეტი თაყვანისმცემელი ქართველ ერში ეკლესიას აქვს ვიდრე მთავრობას. ეს თუ არ დარეგულირდა, ჰარმონიაში არ მოვიდა ერთი მეორესთან, მათ ქვეყანა როგორ უნდა აშენდეს მე არ ვიცი რა. არის ისე რა, მიდის ინერციით. მიგორავს ქვეყანა რა. ჭამენ, სვამენ ისინი ერთი მხარეც, მეორე მხარეს და ეს გამოთაყვანებული ჯოგი იქით აყავს ერთ და მეორეს იქით აყავს კიდე დარჩენილი უყურებენ იმედებით რა. ივანიშვილი კიდე რომ მოვიდეს, მან ვერაფერს ვერც ალასანია ვერ გააკეთებს ვერაფერს. იცით რატომ? არანაკლებად გიპნოზირებულია მართლმადიდებლური ეკლესიით ეგაც. რაზეა ლაპარაკი? ეგ რო დაჯდება ახლა სათავეში. რამეს მღვდლის გარეშე გააკეთებს? ვერაფერს. ესე იგი შევიტანოთ კორექტივები სამღვდელოებაში.
ეგ თუ მართავს ერს, მაშინ პრობლემა მართლმადიდებლობაშია და არა საერო მართლობაში.